ადრეულ ასაკში მოგიწია ოჯახის შექმნა. კი. რამდენი წლის იყავი? 21, 22 ეგრე რაღაც ხო. ხო, მაგრამ აი დიდხანს ახსენე რომ როდესაც მარტო გადავედი, უკვე გერლფრენდი მყავდა, მომავალი მეუღლე და ადრევე დაიწყო ეს სასწავლო ურთიერთობა. ამან ხელი ხო არ შეგიშალა იმაში, რომ კარიერაში უფრო მეტი გაეკეთებინა? ძალიან სწორი კითხვა არის. ადრეულ ასაკში დაქორწინება ეს რაღაც რჩეულთა, აი დედაჩემი და მამაჩემი 17 წლიდან ერთმანეთს იცნობდნენ და უყვარდა და დღემდე მოვიდნენ და ეგეთი ისტორიები დღევანდელი ინფორმაციის და დღევანდელი რეალობის ფონზე ძალიან რთულია, რომ 17 წლის ასაკში შეგიყვარდეს. გინანია, როდეს მე რომ უფრო მეტ დროს დაუთმობდი კარიერას, უფრო წარმატებული. აი სხვათა შორის არაჩვეულებრივი გერლფრენდი მყავდა ბერლინში და უნდა დარჩენილიყავი და ჩამოვედი მაინც. იმიტომ რომ ჩემი ოჯახი და ჩემი ცოლი და ჩემი შვილი და ჩემი მშობლები და ჩემი სამშობლო თუ შეიძლება ასე ითქვას ვერ დავტოვე და ვიგრძე რომ და რო არ ჩამოსულიყავი კიდევ ვაფშე არაფერი არ მოხდებოდა. არც მეორე არხი, არც ფაბრიკა, არც ფესტივალები, არც ლადოს ივენტები, ნუ მუსიკოსებზე აღარ დავიწყებ. ანუ არ გინანია, რომ წამოხვედი გერმანიიდან? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აი ეს ახალი აქ არ შეიქმნებოდა. ან შეიქმნებოდა როგორც ეხა იქნება. ამათ გონიათ რომ ეს თავისით ამიდმა მოიტანა, ეს ლადო ბურდულმა მოიტანა. აი მისმა სიგიჟემ მთელი სახლი დაუთმე. ვინ წარმოგიდგენიათ იმ პერიოდში სახლს რო გახსნე და ამდენ გიშს რო შეუშვებ და რო იტყვი რომ აი ეს არის თქვენი სივრცე. აი აქ ჩვენ შევქმნით ახალ საქართველოს. გავიდა დრო, მაგრამ უფრო ძლიერად აენთორის განს და რომელიც შენ ჩემში დამთე სიყვარულის ანგელოზო სიყვარული პირველი ის რომ დავბრუნდი იყო ზუსტად ჩემი მეუღლისადმი რაღაც და შვილისადმი და სამშობლოსადმი მართლა ეგ პონტი იყო და მეორეჯერაც იგივე ამ დროს სოლი ყავდა კაცო და გერმანიაში გერლფრენდი? ხო, მოხდება ეგრე. ხო და ხო არ დავრჩი. ჩამოვედი. და ეგრე სოლის ერთგული აღმოჩნდა. ხო, ეგრე შეიძლება ითქვას და მეორეჯერაც ეგრე იყო რომ ლონდონში რომ წავედი, იქედანაც ჩამოვედი, იმიტომ რომ იქაც ძალიან ბევრი წარმატება იყო, მაგრამ მივხვდი რომ მე მეორე მეუღლე მყავდა, რომელმაც აი თქვენ რომ შემეკითხეთ, ვინ გადაგარჩინაო, არის ჩემი მეუღლე, ქეთევან მათეშვილი. ახლანდელი მეუღლე. ხო, აი იმან გამომიყვანა და ის ძალიან დამეხმარა მე რომ ფეხზე დამდგარიყავ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მაგრა ჭირდება ვინც ვინმე პარტნიორი გოგო, რომელიც თავს გადადებს მისი გულისთვის და ამოიყვანს აი რაღაც ნამდვილად. და მე ჩემი ცოლის დიდი მადლობელი ვარ მაგაში ქეთევან მათეშვილის, რომელმაც ეს მისია ტვირთა დაიღო და დღეს ეს პროდუქტი ვარ შემიძლია ამაზე გელაპარაკოთ. ეხლა წარმოიდგინეთ მე ცოცხალი რო არ ვიყო და ამაზე ვინ დაგელაპარაკებოდა. ამაზე ლაპარაკი არ გვინდა. ისევ გავაგზავნოთ ხორებაზე. კეთის დამსახურება დღეს თუ ჯამთელს. ტუსოკების დროს ყავდა ცოლი მაგ დროს თუ არა? აი როდესაც ტუსოკების უკვე გაშორებული, აი შორდებოდით უკვე რა. იმან კიდე ის გერმანელი გერლფრენდის ამბები გაიგო. გამოაშკარავ და გერმანიაში რომ ვიღაცა. რა თქმა უნდა, საკუთარი ძმაკაცის დახმარებით. კლასიკური ისტორიები. საკუთარი ძმაკაცის დახმარებით. ხო, ჩამოვიდა და მოუყვა შენ ქმარსო, იქო გერლფრენდი ყავსო და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. გაშორების ინიციატორი სავარაუდოდ იყო მეუღლე. რომ მიღალატე და უნდა გაგშორდე. მარტივად გადაიტანე თუ რთულია ხოლმე, მაინც ოჯახის ძალიან რთულად გადავიტანე. მაგრამ მაგალითი გავხდი ბევრი თაობისთვის, იმიტომ რომ ურთიერთობა შევინარჩუნე და ბევრი ადამიანი მხვდება, ვინც მე ცოლს გაშორდა ამ ტუსოკიდან ტიპები და მადლობას მიხდია რომ შენ იყავი ჩვენი ინსპირაციაა ამ პონჩიო, რომ ცოლებს კიდე ელაპარაკებიან, მეგობრობენ, ურთიერთობენ და ძალიან კარგი. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? და ეხლა დღემდე არ გამოსდის. დღემდე არ გამოსდით ბერს. დღემდე კი არა, იმ დროს ეს იყო საერთოდ როგორი რაღაცა ეს რომ გაშორდნენ და ერთად არიან. ამათვის კი არა, ამერიკელები ჰარვარდიდან და კოლუმბიის უნივერსიტეტიდან ჩამოსულები სადღაც რაღაც ტუსოვკაზე, მოკლედ სადღაც ქუჩაში მიდიოდნენ, ჩვენ ტუსოვკაზე მივიდოდნენ და რაღაც ერთი 20 კაციანი ბრიგადა მოუხსენით და დაჟე ისინი გაგიჟდნენ როგორ მეგობრობს შეხედა თავის მეუღლესთან და მეუღლის ქმართან და ნუ ეგეთი ადამიანი ვარ მე რომ ხო ძალიან მაგარია. დღემდე ლადო რა ვიცი ჩვენს რეალობაშიც იშვიათად გამოსდით ეს და კარგია ასე რომ მოხდა. თუმცა ოჯახის დანგრევის შემდეგ მეორე დაოჯახებაზე იშვიათად ფიქრობენ ხოლმე განსაკუთრებით მამაკაცები. იმიტომ რომ აღარ უნდათ იგივე პასუხისგებლობის აღება და ქონდა ეს პერიოდი. არ ვიცოდი რა უნდა როგორი უნდა ყოფილიყავი აი ამ ყველაფრის შემდეგ რა უნდა გამეკეთებინა და როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება. ეგ არ ვიცოდი. იმიტომ რომ სახში დავრჩი მარტო უცებ, ხო? მოგეწონა ეს მარტობა თუ არ მოგეწონა? დასაწყისში არა და მე ისე გამისწორდა. და ტელევიზორი გადავაგდე ყველაფერი და არაფერი არ იყო. სახში სკამებიც არ მქონდა, მარტო იყო
იყო ესენი მატრასები, ხო. ბალიშები და ასე შემდეგ. მარტო სამზარეულოში იყო გამები. მაგრამ მაინც მოვიდა სიყვარული. სიყვარული მოვიდა კარგა ხნის შემდეგ. კი იყო იქ რაღაცეები შუალედში, მაგრამ მეუღლეებზე ხო, ვლაპარაკობ და გელფრენდებზე უფრო დიდი ხანი დავჭირდება. მეუღლეებზე ვილაპარაკო. ჯობია. უკვე 45 წლის ვიყავ. პირდაპირ უთხარი რომ გიყვარდა და მასთან ცხოვრება გინდოდა. ჩვენ გვინდოდა მაინც girlfriend boyfriend-ის სტატუსში დავრჩენილი ყავით, მაგრამ როცა შვილი ჩდება, ხო მე იქ უკვე რაღაც სხვა პასუხისგებლობები მიჩნდება და სხვა რაღაცა და მე უკვე ვთქვით, რომ ქეთი საჭიროა ცხელი მოვაწეროთ და ეს ყველაფერი გავაფორმოთ, იმიტომ რომ კორექტული ვარ ბავშვებისადმი და ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს ჩემი შვილებისადმი, თითქმის სამივე გოგო ჩემი გაზრდილი არის. ანუ მე ის мама არა ვარ, რომ შვილები სადღაც იზრდებიან და შენ სადღაც გულავ. ეგეთი ტიპი არა ვარ. მიუხედავად ჩემი ცხოვრებისა, თეჯი, რომელიც იმ პერიოდში ომები, უბედურება გაშორებული, ნახევარი პერიოდი სულ ჩემთან ცხოვრობდა. ცა გამიკვირდა, მაგრამ ეს პასუხი რატო იცი, რომ როგორც ბევრ ადამიანს ალბათ მე მქონდა ისეთი წარმოდგენა, რომ ბოჰემური ცხოვრება უფრო პრიორიტეტული იყო, ვიდრე აი ოჯახური ცხოვრება შენთვის. არა, მე და ამ ბოჰემურ ცხოვრებაში ჩემი შვილი სულ მეხმარებოდა იქ რაღაც. ჩემს გვერდზე იყო. მაგარია. ოჯახი არის თავარი სამეფო. იმპერია ჩემთვის.